ჩვენის მიზანია გვეჩვენებინა ქართველი საზოგადოებისთვის რამდენად ნიჭიერები არიან ქართველი ექიმები არა მარტო თავიანთ საქმიანობაში, არამედ ხელოვნებაში. ჩვენ ვიცით, რომ მედიცინა არის ძალიან მჭიდრო დაკავშირებული ადამიანის ბუნებასთან და ექიმები უფრო ღრმად იცნობენ ადამიანის ბუნებას, ამის გამო ძალიან ბევრი იყო ცნობილი ექიმი მწერალი და აღმოჩნდა, რომ ბევრი ასევე ხატავს და ბევრი ნიჭიერი მხატვარი ყავს. ექიმი როგორც იძახიან არის რომ მკურნალი. მკურნალი არა მხოლოდ სხეულის, არამედ სულისაც. და ხშირ შემთხვევაში პაციენტთან ურთიერთობით თავდება მისი ურთიერთობა საზოგადოებასთან. აი დღევანდელ დღეს ის რაც ექიმებს გააჩნიათ სამსახურის გარდა, მათი გატაცება, მათი სულიერი სამყარო, აი ამ ნახატებში არის წარმოჩენილი ყველაფერი. ძალიან კრიტიკულად ვშევაფასეთ, ჩვენ არა ვართ პროფესიონალები, მაგრამ გარკვეულწილად აი ვცადეთ რომ ჩვენი შინაგანი სამყარო ასეთი სახით მოგვეტანა ნახველისათვის. არ მეგულება ადამიანი რომ მასზე ნახატი გავლენას არ ახდენს. ზოგიერთზე დადებით, ზოგზე თქვათ უარყოფით, ზოგი შეიძლება გაჯარდეს, ზოგი შეიძლება ძალიან გახარებული იყოს. მოკლედ, ეს არის ემოციათა ქარიშხალი, რომელსაც მუდამ ჭირდება ერთი მხრივ კონტროლი და მეორე მხრივ ის აუცილებელია სულიერი ჰარმონიისათვის და სულიერი სიმშვიდისთვის ადამიანისთვის. ეს არის განტვირთვის საშუალება, ეს არის ის სამყარო, რომელსაც გამოხატავ სტრესთან დაკავშირებული სამსახურის მერე, ხატავ ბავშვობიდან. ყოველ შემთხვევაში დღე არ გავარო რაღაცა მონახატი და მონახატზე გავაკეთო. რა არის ჩემთვის მხატვრობა? ერთი სიტყვით თუ ვიტყვი, ეს არის ყველაზე დიდი თავისუფლება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნებისმიერი პროფესია ეს არის ცოდნა, რომელიც ჩვენ გვაძლევს ერთგვარ პრიზმას და მე ამ პრიზმაში ვხედავთ სამყაროს, მაშინ განსაკუთრებულია ადამიანური ისტორიები, რომელსაც ნახატებში ყვები. და რა კი სათქმელს აქვს სხვადასხვა ენა, მაშინ ჩვენი ნახატები და ექიმის ნახატი და ჩემი ნახატი კონკრეტულად არის ფერებით მოყოლილი ადამიანური ისტორია.